საქართველოს გაფლანგა მთელი დრო 2023 წლის დეკემბრიდან დღემდე წელიწად ნახევარი ყოველგვარი პროგრესის გარეშე და ფაქტობრივად დისტანცირება ევროკავშირისგან. ამის შესახებ საქართველოს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. ელჩის თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ჩამორჩა შავი ზღვის ტრიოს, რომელშიც ასევე უკრაინა და მოლდოვა შედის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 3 პირი დააკავა. მათივე ცნობით დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ისინი უკანონოდ დაეუფლნენ კომპიუტერულ ტექნიკას, სხვადასხვა ძვირადღირებულ ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. რუსეთი ესტონეთს ახლა არ დაესხმება თავს, მაგრამ შეიძლება ეს 5-7 წელიწადში გააკეთოს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ნიუ-იორკ ტაიმსთან ინტერვიუში განაცხადა. მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ნიუ-იორკერში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილია ესტონეთში ჩატარებული წრფთვნები, რათა შემოწმებულიყო მისი მზადყოფნა რუსეთის შესაძლო შეჭრისთვის. ცენტრალურ ტეხასში გადაუღებელმა წვიმებმა და მოულოდნელმა წყალდიდობამ სულ მცირე 51 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის არის 15 ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით მეხუთე დღეა დაკარგულთა საპოვნელად მასშტაბური სამძებრო სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს, რომელშიც ასობით მაშველია ჩართული. ყველაზე მძიმე ვითარება ქერის საგრაფოშია, სადაც 53 ადამიანი დაიღუპა. ამავე ოლქში მდებარეობს ქრისტიანული საზაფხულო ბანაკი, რივერ გვადალუპეს სანაპიროზე 27 ბავშვი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.